არ არსებობს რომ სხვა მწვრთნელის იმაში ჩარეულიყო. საერთოდ როგორი მამას რა ქონდა რაღაცნაირად შინაგანად ხვდებოდა რომ ძალიან ცოტანი ვართ. მაშინ კიდე უფრო ცოტანი ვიყავით, როგორც ერიც ცოტანი ვართ და როგორც ყველა კაცი სათვალავზეა. აკამორჩილაძეს რო მოუსვა სიმონ მეფეზე იტყუზე, იმან იცოდა ყველა კაცი სათვალავზეა და თუ ტყვე უნდა გაეგზავნა, ან სხვას გზავნი და ან ვიღაცა სხვა ერის, იმიტომ რომ ყველა რაღაცნაირი ეს შეგრძნება ქონდა რა და ამიტომ არ არსებ მე მისგან არ მახსოვს რომ სხვა რაგბისზე ცუდი ეთქვა. ეგეთი რამე უბრალოდ არ მომისმენია რა, რომ აი ვინმეზე სხვა ან მწვრთნელზე ან მოთამაშეზე რამე ცუდი ეთქვა. ხო და ამიტომ როგორც მოთამაშეს მით უმეტეს თუ სხვასთან ვიყავი არ ერეო და არანაირად როგორც ახლა მის გუნდში როცა ვთამაშობდი და როცა ჩემი მწვრთნელი იყო რაღაცას გეტყოდა ახლა აქ ესე იქ ესე ან გაჩერდი მაგნეს თუ ზედმეტი მომივიდო და მაგდებდა ხოლმე მოედნიდან იმავე წამს ესეთი იყო ხოლმე ძირითადად აი როცა მწვრთნელი გავხდი მე უფრო ვის იყო მაგდროს არის მაგდროს უკვე თვითონ ნელ-ნელა აღარ ვცნობს და იმდენად ენატრებოდა შეიძლება რა რომ აი აუტზე ქონდა სულ ის რომ აუტი იმდენი ვარიაცია არსებობს რომ სულ უნდა მოიგო რომ თითქმის 100%-ს მიუახლოვო. ეხლა დღეს წავედით და ისევ მანდარი ხო 100 უკვე ძალიან რთულია სამხრეთ აფრიკაც კი ხან 95 ხანი მას იღებს მაგრამ შერკინება რომ არც ერთი შენი არ უნდა წააგო ანუ ეგეთი ისინი ქონდა ხოლმე და მაგაზე იყო თავისი ის ხოლმე რა